მოგესალმებით, დღეს განვიხილოთ პირობითი ფორმატირება. წინასწარ მოცემული გვაქვს ცხრილი, მოცემულია ფირმის დასახელება, შემოსავალი, გასავალი, მოგება წარმოადგენს შემოსავალს დაკლებული გასავალი. იმისათვის რომ მოვახდინოთ პირობითი ფორმატირება, ჯერ უნდა მოვნიშნოთ სასურველი არე, შემდეგ შევდივართ ფორმატში და conditional formatting. შედეგად გამოდის conditional format-ის დიალოგური ფანჯარა, სადაც მოცემული არის სხვადასხვა ტიპის ფორმატები. მაგალითად, დაფორმატება შეგვიძლია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით, რაღაცის ტოლი, ნაკლები, რაღაცაზე მეტი, ნაკლები ან ტოლი, მეტი ან ტოლი, არატოლი, რაღაცას შორის და არა შორის. მოდი ავირჩიოთ between შორის და ვთქვათ შემოსავალი იყოს 14000-სა და 17000 შორის. და რომ გამოიყოს ამისათვის უნდა ავირჩიოთ ახალი სტილი, მოდი დავარქვათ შემოსავალი, გადავიდეთ ავირჩიოთ boldi, ზომაც გავუზარდოთ და ფონტი იყოს, გამოყოს თქვათ ლურჯი და ასევე შეგვიძლია background-იც ავურჩიოთ, თქვათ ღია ფერი. ოკეი. შედეგად გამოიყო აღნიშნული რიცხვები 14000-სა და 17000 შორის. ასევე გავაკეთოთ მოგებაზე format conditional formatting. თქვათ აქ ავირჩიოთ ნაკლები. გვინდა გამოვყოთ ისეთი კომპანიები, რომლის მოგება ნაკლებია 5000-ზე. შევქმნათ სტილი. მოგება. შევუცვალოთ ზომა, ტიპი. და გამოვყოთ წითლად. უნდა გავუკეთოთ. ოკეი. და შესაბამისად გამოიყო ასეთი კომპანია, ყოფილა 2, ფირმა 2 და ფირმა 5. თქვათ გვინდა შეგვიძლია ერთ მონაცემზე გავაკეთოთ რამოდენიმე ტიპის ფორმატირება. მოგებაში გვინდა გამოვყოთ კომპანიები, რომელთა მოგება ნაკლებია 5000-ზე და თქვათ ასევე გვინდა გამოვყოთ კომპანიები, რომელთა მოგება მეტია 10000-ზე. ამისათვის ისევე უნდა მოვნიშნოთ ეს სვეტი. შევიდეთ ფორმატში conditional formatting და ავირჩიოთ condition to, ანუ მეორე დონის ფორმატირება და აქ ავირჩიოთ grid zen 10000-ზე. მეტი. აღნიშნოთ წვანე ფერით და ფონი გავუკეთოთ. ოკეი. და შესაბამისად ცხრილში გამოყოფილია ის კომპანიებიც, რომელთაც მაღალი მოგება აქვს, ანუ 10000-ზე მეტი და ის კომპანიებიც, რომელთაც დაბალი მოგება აქვთ. და ესეთი ფორმატირება ძალიან მოსახერხებელია დიდ ცხრილებთან მუშაობისას, როდესაც ყოველგვარ წვალების გარეშე გვინდა გამოვყოთ სასურველი კომპანია ან სხვა სასურველი
მონაცემი.